ჰუგო ჩავეს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში იცნობენ. ახლახანს ჩავესი აფრიკაში 11 დღიანი მოგზაურობის შემდეგ დაბრუნდა, რომელსაც ლიბიაში, ირანსა და რუსეთში ვიზიტები უძღოდა წინ. წარმატებული ეს მოგზაურობა იმითაც აღმოჩნდა, რომ რუსეთმა ვენესუელას 100 რუსული ტანკი და საჰაერო რაკეტები გადასცა. რუსეთის მთავრობამ სამხედრო შეიარაღებისთვის 2 მილიარდიანი სესხი დაგვიმტკიცა, რის გამოც დიდ მადლობას ვუხდით. ბატონმა ჩავესმა სამხედრო შენაძენის შესახებ ინფორმაცია მას მერე გაავრცელა, რაც სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სეპარატისტული რეგიონების მიმართ ღია მღარდაჭერა გამოაცხადა. მანამდე ნიკარაგუა ერთადერთი სახელმწიფო გახდა მსოფლიოში, ვინც რუსეთის შემდეგ სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობას მხარი დაუჭირა. ჩვენ ამ საკითხზე ვიმჟელეთ და იარაღის შეძენასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციაც დავაფიქსირეთ. რეგიონისთვის არც თუ ისე სახარბიელოა, როცა მსგავსი რაოდენობის თანხები იარაღის შესაძენად იხარჯება. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადებით, დღემდე უცნობია თუ რა მიზნით შეიძინა ჰუგო ჩავესმა ახალი სამხედრო აღჭურვილობა. ჩვენ შეშფოთება უკვე გამოვხატეთ და ახლა რეგიონის სხვა ქვეყნებმაც გსურს დაგვიჭირონ მხარი. იმედი გვაქვს, რომ საერთო ძალისხმევით შესაძლებელი გახდება ვენესუელის მთავრობამ სამომავლოდ საკუთარი შეხედულებები და ქცევები შეცვალოს. ვენესუელის ლიდერის განცხადებით, მან რუსეთისგან სამხედრო შეიარაღება თავდაცვის მიზნით შეიძინა. იძებება ურთიერთობა კოლუმბიასთან, მას მერე რაც ამერიკელებს კოლუმბიის ავიაბაზების ანტინარკოტიკული მისიის შესასრულებლად გამოყენების უფლება მიენიჭათ. ვენესუელისთვის ნავთობის სექტორი ეროვნული ეკონომიკის ერთ-ერთი წარმმართველი ძალაა. ჰუგო ჩავესი ამ სფეროშიც ახალი ხელშეკრულების გაფორმების გეგმებს ახავს მომავალში. ჟორჟ პინონი ამოკო იოლის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი და მაიამის უნივერსიტეტის პროფესორია. მე ბევრ ადამიანს ვიცნობ, ვინც რეგიონში იარაღის შეძენას შეშფოთებით აფასებს. ჩვენი აზრით ამის აუცილებლობა ახლა ნამდვილად არ არის. არასდროს ყოფილა, რომ ლათინური ამერიკის რომელიმე ქვეყანას ერთმანეთის საწინააღმდეგოდ ხელი აღემართა. პინონის აზრით, ვენესუელაში ნავთობის სფეროს ახალი ინვესტიციები ძალზე დასაჭიროება. 2002 წელს ნავთობზე ფასების ვარდნის შემდეგ ვენესუელის მთავრობამ უდიდესი ზარალი განიცადა. აღსანიშნავია ისიც, რომ ჰუგო ჩავესი ხშირად დასავლეთის ქვეყნებს აუგად იხსენიებს ხოლმე. უკანასკნელი მოგზაურობისას ჩავესმა ისრაელს გენოციდური აზროვნების ქვეყანა უწოდა, ხოლო ირანს გაეროს მიერ დაწესებული სანქციების კომპენსირების მიზნით ყოველდღიურად 20,000 ბარელი საწვავის გადაცემა შეპირდა. თუმცა ჟორჟ პინონი იქვე დაძენს, რომ შეუძლებელია ვენესუელამ მსგავსი დაპირებების შესრულება შეძლოს. უკანასკნელი 60 დღის მანძილზე ვენესუელის ნავთობ გადამამუშავებელ კომპანიას ფინანსური პრობლემები დაუგროვდა. ამის გამო ქვეყანა იძულებული გახდა საწვავი იმპორტით ბრაზილიიდან შემოეტანა. საინტერესოა, ვენესუელაში შექმნილი დღევანდელი მდგომარეობა პოლიტიკური რეალობითაა განპირობებული თუ მის უკან ეკონომიკური გათვლებია ჩაფიქრებული. ამასობაში კი ბატონი ჩავესი თავად გადაწყვეტს თუ რომელ ქვეყანასთან ალიანსია მისი სახელმწიფოსთვის უფრო მეტად ხელსაყრელი.